ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ობიექტი იმერეთი ხანძარი არის ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო მანქანა მიმდინარეობს ქრობის პროცესი ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები ჭავჭავაძის გამზირი ამ წუთას გადაკეტილი აქ შეჩერებული არის მოძრაობა ტერიტორიაზე გათიშულია ელექტროენერგია ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობი არის რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, როგორც კადრში ხედავთ. მერე ხონდა შეგვიშოთ, შეიძლება რამე შეიძლება რომ გამარჯობა. ხომ არ შეგიძლიათ რომ გითხრათ რა მოხდა? ცეცხლი შეჩერებული. რა შეიძლება გამხდარიყო გამომწვევი მიზეზი? კონკრეტულად სად არის ხანძარი გაჩენილი, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? თქვენ აქ მოვაჭრებ რომ ძანდებით დახლი გაქვთ თქვენი. თქვენ გაქვთ თქვენი ობიექტი აქ? და რა ინფორმაცია გაქვთ, რას გეუბნებიან? ჯერ არაფერი არ უჩვია. როგორც თქვენ მოისმინეთ, მოქალაქეებს უშუალოდ არ აქვთ ინფორმაცია შიგნით რა ვითარება არის, იმყოფება სახანძრო სამაშველო სამსახურები ტერიტორიაზე შესვლის უფლებას თქვა უნდა არ აძლევენ მოქალაქეებს. ადგილზე იმყოფება დაახლოებით 10-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა, მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. იქეთ არ არის და ჯერჯერობით მაშვებიან კი. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრი იმერეთში არის ხანძარი ამ წუთას. რა ვიცი. ამ დროისთვის უცნობია თუ კონკრეტულად სად გაჩნდა ხანძარი, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. ნახოთ რომელი ადგილი იწვება ჩვენ მეპატრონე მაღაზიები იგენი შეგვიჭირ რომ ნახოთ რომელი იწვება უნდა გევიკოთ ისურება მანა ეთი სადა მეპატრონე ვიცა იგი შეგვიჭრა მერე მის გვერდში რო არ არიან მის გვერდში რო
მარტო ორ მაღაზიაშია? ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრ იმერეთში არის ხანძარი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადა, პოლიცია. ჭავჭავაძის გამზირზე ამ წუთას შეზღუდულია მოძრაობა, გამართულია ელექტროენერგია. ამ წუთისთვის უცნობი არის თუ კონკრეტულად რა ფართობზეა ხანძარი. ადგილზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც კომერციულ ფართებს ფლობენ სავაჭრო ცენტრ იმერეთის ტერიტორიაზე. თქვენ კადრში ხედავთ მეზოდან ამოდის კვამლი და მიმდინარეობს სქრობის პროცესი. რა თქმა უნდა, ეზოში მოქალაქეებს არ უშვებენ. ადგილზე იმყოფება დაახლოებით 10 სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ წუთისთვის უცნობია. მოვაჭრეების ნაწილი, რომლებიც გარეთ იმყოფებიან, გამოთქვამენ სურვილს, რომ შევიდნენ ტერიტორიაზე და ნახონ, ხომ არ არის ხანძარი მათ კომერციულ ფართებშიც. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე იმერეთი სავაჭრო ცენტრში. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადა, პოლიცია, სახანძრო სამაშველო სამსახური. როგორც თქვენ კადრში ხედავთ, მეხანძრები მუშაობენ სავაჭრო ობიექტის სახურავზე. სავაჭრო ობიექტი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან. ამ წუთას როგორც ჩვენ კადრში ხედავთ, მეხანძრები იმყოფებიან ქუჩის პირას განთავსებული სავაჭრო ობიექტების თავზე და კადრში ჩანს, რომ დიდ შენობაში არ არის ხანძარი. თუ
თუმცა ჩვენთვის უცნობია უშუალოდ შიგნით რა მდგომარეობა არის, რა ფართობზეა ხანძარი და არის თუ არა გავრცელების საფრთხე. როგორც აქ შეკრებილებიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, სავარაუდოდ ხანძარი არის ორ სავაჭრო მაღაზიაში, თუმცა ეს არის დაუზუსტებელი ინფორმაცია. ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობი არის თუ რა ფართობზე არის ხანძარი სავაჭრო ცენტრ იმერეთში. თუმცა როგორც კადრში ჩანს, ხანძარი უკიდია იმერეთის სავაჭრო ცენტრი იმერეთის ეზოში მდებარე ცენტრალური გზისკენ მდებარე შენობას. გამარჯობა. თუ შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ, სად არის ხანძარი, თუ გაქვთ ინფორმაცია, თქვენი მაღაზია ხომ არ არის უშუალოდ და რა შეიძლებოდა გამოეწვია ხანძარი? არაფერი არ ვიცი ხალბატონო, ამ წუთში მოვედი ჩვენც ინტერნეტით გავიგეთ ეს ამბავი, არ ვიცი და რა. სავაჭრო ცენტრ იმერეთის ამ ნაწილში განთავსებულია სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის არის სხვადასხვა სამოსის მაღაზია, სამკაულების მაღაზია, ქიმიკატების მაღაზია.
აქ არიან შეკრებილი მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც ობიექტებს ფლობენ ამ ტერიტორიაზე. მაგა მოდის ხარში. მაგაში რა გაუმარისე დამწორდა, მაგაში რა გადავიდა. იგია დასარალებული ბიჭი. არავინ არ არის ზიადი. აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ დაზარალდნენ ამ ხანძრის შედეგად. არ უნდა თქვა, მაგრამ კაცრავად, თუ შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვით რომ მითხრათ, რა მოხდა, რამ წუთში მოვედი, უყურეთ ცეცხლს. თუ გაქვთ ინფორმაცია, ვთქვათ, რამდენ მაღაზიაში არის ხანძარი. კადრში ხედავთ, რომ ყვამლი ისევ ამოდის. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე მაშველები. არა, ჩაკრობილი. ხანძარი არის ქუთაისში სავაჭრო ობიექტ იმერეთის ეზოში. ადგილზე იმყოფება სახანძრო სამაშველო ბრიგადები, პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მე შევეცდები ახლა რომ მეორე მხრიდანაც მივიდე. ხო, იქით უშუალოდ ამ მდგომარეობა თქვენ კადრში ხედავთ, რომ მეხანძრე მაშველები სახურავზე მუშაობენ. სავაჭრო ცენტრ იმერეთს აქვს რამდენიმე განყოფილება. აქედან როგორც კადრში ჩანს, ხანძარი უშუალოდ არის გზის პირა მდებარე სავაჭრო ობიექტებში. ჩვენთვის უცნობი არის რა ფართობზია ამ წუთას ხანძარი და არის თუ არა ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრეები მუშაობენ შენობის სახურავზე. ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 10-მდე სახანძრო ავტომობილი. ჭავჭავაძის გამზირზე ამ წუთას შეზღუდულია მოძრაობა, გათიშულია ელექტროენერგია.
ხანძრის გამოწვევი მიზეზები ამ ეტაპისთვის უცნობი არის. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მუშაობას დაიწყებენ ექსპერტები. მეორე მხარეს შესასვლელთანაც იმყოფებიან მოვაჭრეები. ისინი საუბრობენ, რომ განადგურებულია მაღაზიები, ჟალუზები არის აყრილი, პერიმეტრს იცავს პოლიცია, ჯერმა ვერ შეძლონ შიგნით შესვლა, ნათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. დროისთვის უცნობია კონკრეტულად რამდენ მაღაზიაში გაჩნდა ხანძარი. ხანძარი არის ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ იმერეთში. როგორც მოგეხსენებათ, სავაჭრო ცენტრი იმერეთს აქვს რამდენიმე განყოფილება. ხანძარი უშუალოდ არის გზის პირას მდებარე ობიექტებში. ამ წუთას მუშაობენ მეხანძრე მაშველები, ადგილზე იმყოფება დაახლოებით 10-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც აქ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, დაზარალებული არის რამდენიმე მაღაზიის მეპატრონე, განადგურებულია მათი საქონელი. მოქალაქეები ამბობენ, რომ დაახლოებით 11 საათის შემდეგ აქ ხანძარია.
ადგილზე იყოფება რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ახალგაზრდა სამაშველო სამსახური მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. ჩვენ კადრში ხედავთ, რომ მეხანძრეები იმყოფებიან ახლა შენობის სახურავზე. ხდება სახურავის დემონტაჟი. ამ წუთას ჭავჭავაძის გამზირზე აინთო ქუჩის განათებაც. ყვამლი ამ წუთას აღარ ჩანს, თუმცა მე დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მოხდა თუ არა ხანძრის ლოკალიზება. როგორც აქ შეკრებილი მოქალაქეები და მოვაჭრეები ამბობენ, დამწვარია რამდენიმე მაღაზია. აქ არიან შეკრებილი მოვაჭრეები. მათ აინტერესებს თუ რა მდგომარეობაა მათ მაღაზიებში. როგორც ცნობილია, ზარალი მიადგა რამდენიმე მაღაზიას. სახანძრო სამაშველო სამსახური განაგრძობს მუშაობას. ადგილზე იმყოფება სასწრაფო, პოლიცია. ელექტროენერგიის მიწოდება ჭავჭავაძის გამზირზე ქუჩაში აღდგენილია. კვლავ გაჩვენებთ კადრში, რომ მეხანძრე მაშველები მუშაობას განაგრძობენ შენობის სახურავზე. მიმდინარეობს სახურავის დემონტაჟი. ეს არის ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრი იმერეთი. იმერეთი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება და სადაც ახლა უშუალოდ მუშაობენ მეხანძრეები, ეს არის გზის პირას მდებარე ობიექტები. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, ხანძარმა რამდენიმე მაღაზია დააზარალა.
შენობის ამ ნაწილში განთავსებული არის როგორც სამოსის მაღაზიები, ასევე აქსესუარების მაღაზიები, ქიმიკატების მაღაზიები. ქალაქები ელოდებიან თუ როდის მიეცემათ მათ შესაძლებლობა რომ შევიდნენ ტერიტორიაზე. არა, სახში არის მე მგონი არაფერი. შენ გადარჩი და ფერული გადარჩი. წინა მხარე არ ვიცი რა გაიგე. შენ ხო. ნოვაჭრეები ცდილობენ გაარკვიონ თუ ვისი მაღაზია გადაურჩა ხანძარს. პერიმეტრ საკონტროლოს პოლიცია და მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევს. ჯუგა წენა უყავ შესული მე შეცული. ხათმა რა ხასია რა ხათმა რა ხეთერაფია რა მაგი ეთქენ მაგალა და აიდია კარა. ზავი აკასი არის. ხადეიდა შინგენაც აგენ გორაგლა ხასუნია მაის ეს ამაღამ ძრაიც სად გახშა უდე და სად იქნება მოაჭრევს სურთ პერიმეტრზე შესვლა, თუმცა პოლიცია მათ ობიექტზე შესვლის საშუალებას არ აძლევს, რადგან მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. გადარჩი და
პოლიციის თანამშრომლებმა ჩაკეტეს სავაჭრო ობიექტში შესასვლელი ჟალუზის კარი. წერია ქენა საათი არა წერია დედა გადაგების რო არა წერია დედა გადაგების 12:50 აქ. ხო მე ეს იყო რო აკროვენის მომენტია ეს როგორც იმასთან იმ წუთში დაგვირეკეს ჩვენ მე ხელახლა მე წყალი აქონდა სახანძროები წავიდნენ წყალზე ამას ჩაგიგდებ მე შენ ამასაც და ამასაც რა სიტყვია მაგალ თუ იცით უშუალოდ რა მაღაზიებს უკიდიათ ეს კი როგორ არის აი ცენტრალურიდან რომ შედიხარ ცენტრალურიდან რომ შედიხარ ხო იცი აგე იმერეთიდან რომ შედიხარ ნაძისკი არის ხო აწყობი იმის გვერდი უკან არის სტეკლოს მაღაზია დირექციის წინ სტეკლოს მაღაზიას და იმის უკან რიაჩი აი ქუდები აშნები და რაღაცები რო იყიდება ის რამდენი მაღაზიაა დაახლოებით კარგი შვებენ შიგნით ირის ხალხი და არ უშვებენ თორემ მასე ზუსტად რო ვიცოდეთ კაი ამ სულაც ჩაგიგდებ არა მაქვს ახლა ინტერნეტი და საერთოდ ჩაგიგდებ იც ექნება ჩავწოდე ჩაგიგდებ შედაგჭირდება საჭკებს კი მირის დენი ახლა მევიდა დენი კლავე ხო კი ახლა ინთოში გადა გამივიქეცი მაგებიას და ამიცა კაცი მადლობა. მეორეც მოგივიდა, გამოიყენე. კი, მადლობა. რაზეა დეიდა ლაბარაკი. რამე შემიძლია. რა შეიძლებოდა გამოეწვიეს ხანძარი? ვერაფერს ვერ გეტყვი. ამხანა გამიქრა რომ გამოვიარე მანქანითო. უცებო რაღაცა ამოვარდო ბუხო იფეთქდა და რაღაცა რომ გასკდებაო. ეთყობაში გინგვივდებოდა და მე ერთიანად აპეთქდა. ახალი დაწყებული მე რომ მოვედი ხლები იქნებოდა 10 წუთის დაწყებული ეს პირველი ეს ამდედა შეშერამოდის წესში და მე უკვე ის სახანძრო უკვე წასულია ერთი დარჩა და სხვა წავიდა წყალის მოსაგანად აქ 2-3 სახანძრო მუშაობს მე კიდე წამოვიდა ხელახაც ეს დარჩება ინფორმაცია მოძიებდა გაჩენის წუთიდან ფედერაცია იქიდან შეუშვა ცენტრალური და ამ კედლის მხარე არა თათი დედი ამ კედლის მხარე კი არა მეორე ამის მერე რო ჩადის იქ მე საჩი ვერ მივიდა ვერ მივიდა მე ხოთან არ შევიდა იყოფებიან მოქალაქეები, რომლებსაც აინტერესებთ მდგომარეობა მათ ობიექტებში.
მეხანძრე მაშველები აგრძელებენ მუშაობას. პირველი ეს ადმინისტრაცია და ადმინისტრაციის წინ. კინომაღაზიები ყველა პოლიცია ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს განუმარტავს, რომ ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ტერიტორიაზე შევიდნენ. შემდეგ კი დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები. როგორც აქ შეკრებილები აცხადებენ, დამწვარია რამდენიმე მაღაზია. დახლ მაღაზიები. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხანძარი გაჩნდა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ იმერეთში. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა ფართობზე არის ხანძარი, ახლა მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 10-მდე სახანძრო ბრიგადა, პოლიცია, სასწრაფო. მოქალაქეები ელოდებიან თუ როდის შეძლებენ ტერიტორიაზე შესვლას და მათი მაღაზიების ნახვას, თუმცა პოლიცია მათ ტერიტორიაზე არ უშვებს და განუმარტავს, რომ ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ შეძლებენ ისინი პერიმეტრზე შესვლას. წყალი ჩამოდიოდა, კაცო იმ კუთხეში და მეუბნებოდი, წყალი აწვიმს ამ სოჩიკებს აქ. როგორ შეიძლება? არავინ არ გააბარტყუნა ყური საერთოდ. და არავინ არ გამომდარა შეიძლება დენმა გააჩენა. თუ შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვით რომ ვთქვათ, როდის გაჩნდა ხანძარი, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ხანი? 1 საათის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია და არ ვიცი და ხარ მივედეთ და არ გვიშვებენ შეგიძლიათ. თუ გაქვთ ინფორმაცია, ვთქვათ, რამდენ მაღაზიაში გაჩნდა ხანძარი? ალბათ 20.
ალბათ 20, ხო? რა? 20 მაღაზია იქნება ალბათ, ხო დამწვარი? მოეტი არა. ვიდით სამბავი რა ხდება? ვინ გვიშობს თაგეს ცეცხლი? არა, რა ვიცი. მიდი ნარ არ უშვებენ არავის? ჩვენი ხალხი არავინ არ აქვს, მაინც. ამიკი დაიხანე, მაინც გაჩნდა ბერხარი. ერთად დაახლოებით 20-მდე მაღაზია არის. ასე ამბობს. როცა მეტია მე არისო არა, რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ თუ შეიძლება, როდის გაჩნდა ხანძარი, რა ფართობზე არის ჩვენ დაგირეკეს და რა გითხრეს? გამარჯობა, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამ წუთისთვის რომ გითხრათ? გამარჯობა, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ რომ გითხრათ თუ შეიძლება, რა ფართობზეა ვთქვათ ხაზარი მოვედით ამ წუთს შეფრენი არის. უკაცრავად რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვით თუ შეიძლება, რამდენი ხანია რაც ხანძარი როგორ გაიგეთ თქვენ ხანძრის შესახებ? არავინ არ გამარჯობა, რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვით, რა ინფორმაცია გაქვთ? თქვენ თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით? თქვენ ხომ ვერ გვეტყვით რამდენიმე სიტყვით, რამდენი ხანია რაც ჩემი გოგო და როგორც თქვენ ხედავთ, ისე ხედავთ ჩვენს გამიგეთ არ ცეცხლი და მოვედით საიდან რა გაჩნდა არაფერი არ შესული არის ხალხი და რა დაახლოებით რამდენ მაღაზიაზეა საუბარი? ვერ გეტყვი არაფერი არ ვიცი, ჯერჯერობით არაფერი ინფორმაცია არ აქვს. და ამ ტერიტორიაზე რა ტიპის საქონელი იყო განთავსებული? იქნებ სასწამოართვათ ინტერვიუ, რა ძალიან გქონთ. გამოტრიალდი დედა. არ გაუშვათ. ნაო, ვინ? ოი დედა. გამარჯობა, რამდენიმე სიტყვით რომ ჩაგვეწეროთ თუ შეიძლება? ველი ვარ, არაფერი არ ვიცია. და როგორც გამნელმა რა გაიგეთ? არაფერი ხალხი დახედე და მევედი. და რას ამბობენ, რა პრობლემა აქვს მათ? კაცნობა. კაცის ფორმის გვაგვიდაოდა. Wow. Padairiye? No. Oh, Coxana, Jesus. გამარჯობა, რამდენიმე სიტყვით ხომ ვერ გვეტყოდით, როდის გაჩნდა ხანძარი, თქვენ როგორ გაიგეთ ამ ხანძრის შესახებ? და რა გითხრეს? გამარჯობა, რამდენიმე სიტყვით ხომ არ შეგიძლიათ რომ გითხრათ, თქვენ შიგნით იმყოფებოდით და რა მდგომარეობა არის რომ გითხრათ, რამდენი მაღაზიაა დამწვარი?
და ძირითადად რა ტიპის საქონელზეა საუბარი? დაახლოებით რაოდენობის ზარალზეა საუბარი? დიდი რაოდენობა. აი ხო, ორი გამოვა. აი რა ის მაგ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრ იმერეთში არის ხანძარი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, ხანძრი მასშტაბები იმყოფებიან სახურავზე და მიმდინარეობს სახურავის დემონტაჟი. აქ შეკრებილი არიან მოვაჭრეები, მოქალაქეები, მათ აინტერესებს თუ რა მდგომარეობაა პერიმეტრზე, ვისი მაღაზია დაზიანდა, ვისი გადარჩა. რაოდენობის არის ზარალი, თუმცა მათ ტერიტორიაზე პოლიცია არ უშვებს. დაეუბნება, რომ ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ შეძლებენ ისინი უკვე ტერიტორიაზე შესვლას. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, დაახლოებით 20-მდე მაღაზია არის დამწვარი. ეს არის მაღაზიები, სადაც განთავსებული იყო ტანსაცმელები, პარფიუმერია, აქსესუარები. ამ დროისთვის უცნობია უშუალოდ რა ფართობზე იყო ხანძარი, ასევე უცნობია რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა. უკვე სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ ადგილზე მუშაობას დაიწყებენ ექსპერტები. ადგილზე იმყოფება 10-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა, სასწრაფო პოლიცია. თითქმის 1 საათის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე ელექტროენერგია იყო გათიშული და რამდენიმე წუთის წინ აღდგა ელექტროენერგიის მოწოდება. კადრში უკვე რამდენიმე წუთია აღარ ჩანს კვამლი. მეხანძრე მაშველებიც უკვე ტოვებენ სახურავს. თუმცა ჩვენ დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. მესმის კი მოჭრილი მაგას არ გაუშვებენ ისედაც. ხო, ეცა. ან ვეძებ ინდექსო მეყოო. ავიდე თავარაუდოთ უკვე არ გაუშვებენ მაგას ისედაც. არა, კოლეგა არის ჩემი ჟურნალისტი არ ყავს და ხო დიდა.
ერთი სახანძრო ბრიგადა ოვებს ტერიტორიას. მეორე სახაზრო მანქანაც სტოვებს ტერიტორიას. მეხანძრე მაშველებით ჩამოვიდნენ სავაჭრო ობიექტის სახურავიდან. როგორც საქმოვაჭრეები ამბობენ, დამწვარია დაახლოებით 20-მდე მაღაზია და ზარალი არის საკმაოდ დიდი, ძირითადად ამ ნაწილში, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, განთავსებული იყო ტანსაცმელების და პარფიუმერიის მაღაზიები. ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებს ასრულებენ მეხანძრეები ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ იმერეთში. ხანძარი აქ დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, დამწვარია დაახლოებით 20-მდე მაღაზია. როგორც მოვაჭრეებს პოლიციამ განუცხადა, ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რომ პერიმეტრზე შევიდნენ და ნახონ თუ რა მდგომარეობაა მათ სავაჭრო ობიექტებზე. ასევე ხანძრის დასრულების შემდეგ დაიწყება საგამოძიებო სამუშაოები თუ რამ გამოიწვია ხანძარი. მეგატივი ასრულებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. თქვენთვის მუშაობდა თათია ახვლედიანი. დამეტებითი ინფორმაცია ხანძრის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე megativi.g.